მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მარიამ მიქაუტაძე, ეს არის პოდკასტი რადვიზია, ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ქალბატონი ნინო ჩფოგოვაძე, რომელიც არის პირველ რიგში მინდა ვთქვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასევე გინეკოლოგი და ასევე ონკოქირურგი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. ყოფილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში. კი ბატონო, დღევანდელი ესე ვთქვათ ჩვენი თემა, რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, არის მიომები, პოლიპები და ეს გინეკოლოგიასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევები, ხო? რომელიც საკმაოდ საინტერესოა საზოგადოებისთვის და ყველა რაღაც კითხულობს, რომ აი რა შეიძლება გააკეთოს ქალბატონმა იმისთვის, რომ ეს აირიდოს თავიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რაც შეეხება ისეთ კეთილთვისებიან წარმონაქმნებს გინეკოლოგიაში, როგორიც არის საშვილოსნოს მიომა, ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემა არის, ასევე საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, როგორც ისევე ცერვიკალური ერხის, ანუ საშვილოსნოს ყელის პოლიპებსაც ეძახიან. მათი წარმოშობის მექანიზმი სრულად ცნობილი არ არის. არის მრავალი თეორია, თუ რატომ იწყებს თუნდაც მიომის შემთხვევაში ეს კუნთოვანი ქსოვილის სხვანაირად ზრდას და აყალიბებს ესეთ მიომატოზურ კვანძებს. არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, არის ჰორმონალური ცვლის დარღვევა, არის მშობიარობების რაოდენობა, ტრავმატიზმი, ასე შემდეგ, მაგრამ ზუსტი მექანიზმი ამისი სამწუხაროდ ცნობილი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გენეტიკურ წინასწარ-განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე საშვილოსნოს ღრუს პოლიპები, ისევე როგორც საშვილოსნოს ყელის პოლიპები წარმოიშვება როგორც ჰორმონალური დისბალანსის, ქრონიკული ანთებითი პროცესების ფონზე, ან ასევე გენეტიკური წინასწარ-განწყობის, ან რაღაც ესეთ ფონზე და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ის რამ წარმოქმნა, უბრალოდ ვამოწმებთ ჰორმონულ ფონს ქალბატონის, მის ჯანსაღის ცხოვრების წესს ურჩევთ ხოლმე, შაქრიანი დიაბეტის დროს მაგალითად ძალიან ხშირია როგორც მიომები, ისე პოლიპები, ასე რომ რა თქმა უნდა ენდოკრინოლოგიასთან ეს ყველაფერი ძალიან პირდაპირ კავშირშია. ქართულ საზოგადოებას არ უყვარს რა თქმა უნდა, რაც შეიძლება პროფილაქტიკას, პროფილაქტიკა არის ისევ და ისევ ექიმთან რეგულარული ვიზიტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნორმალური კვება, წონის კონტროლი და რა თქმა უნდა ძილის კონტროლი. სწორი დღე-ღამის რეჟიმი. კი ბატონო. არსებობს სიტუაცია, როდესაც შესაძლოა ქალის სხეულში 10-15 სანტიმეტრამდე ზომის მიომა იზრდებოდეს და ქალბატონს ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდეს, არანაირი სიმპტომატიკა, არანაირი კლინიკა. კი, არსებობს. მიომა საერთოდ ის პათოლოგია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, კვანძების სახით ყალიბდება. თუ სად ლოკალიზდება, სად არის განლაგებული ეს კვანძები, ამას აქვს ზუსტად მნიშვნელობა. ეს კვანძები შეიძლება იყოს როგორც საშვილოსნოს კედლის სისქეში, ისე მის გარეთ, ანუ ზედაპირზე, სუბსეროზულ ასე ვთქვათ, ასევე საშვილოსნოს ღრუში იზრდებოდეს. თუ საშვილოსნოს ღრუში იზრდება კვანძი, ის უსიმპტომო ძირითადად არ არის ხოლმე, იმიტომ რომ აუცილებლად როგორც ტკივილებით, ასევე სისხლდენებით ხასიათდება. რაც შეეხება კუნთოვან ქსოვილში განვითარებულ ეს ეგრეთ წოდებულ ინტერსტიციულ მიომატოზურ კვანძებს, ისინი საკმაოდ დიდ ზომას შეიძლება აღწევდნენ უსიმპტომოდ, მაგრამ მაინც რაღაცა ჩივილი ქალბატონს ყოველთვის აქვს. ისევ და ისევ მე ჭარბი მენსტრუაციების, მენსტრუაციას შორის სისხლდენების, ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის სახით. აი რაც შეეხება სუბსეროზულს, ანუ გარედან როდესაც იზრდება კვანძები, მათ ჩივილი ნაკლებად აქვთ. ხოლმე და სწორედ აი ესეთი კვანძები აღწევენ საკმაოდ დიდ ზომებს. ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ჭარბი წონის მქონე არის ქალბატონი, ის ვერ ამჩნევს მუცლის ზომის ცვლილებას. ეს მიომა ძალიან კარგად არის ხოლმე მორგებული მუცლის სივრცეში, იმიტომ რომ დიდ ქალბატონებს საკმაოდ დიდი მოცულობა აქვს ამ სივრცეა ამისთვის და ისინი სიმპტომური შეიძლება არ იყოს. თუმცა აი ესეთი დიდი კვანძები, როგორც თქვენ ახსენეთ 10-15 და 20 სანტიმეტრის ზომის კვანძები, ბოლო-ბოლო მაინც რაღაც დისკომფორტს ქალბატონს აუცილებლად შეუქმნის, ანუ რაღაცას მაინც იგრძნობს პაციენტი. ან ბოლო-ბოლო კუჭ-ნაწლავის მხრივ ტრაქტის გონიათ, რომ დაუშვათ იქ რაღაცა ნაწლავური პრობლემები აქვთ, გასტრიტი აქვთ, კუჭზე აწვება, დისკომფორტი აქვთ და ამის გამოსაკვლევად მიდიან და აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს არის დამნაშავე არის მიომა ამ შემთხვევაში, ანუ გინეკოლოგია არის. კი ბატონო, როგორც ვიცით, ზოგადად არა მხოლოდ საქართველოში, ჩემი აზრით, ზოგადად გავრცელებულია სწორედ ამ არასწორი კვების და არასწორი ცხოვრების წესის გამო არარეგულარული ციკლი. როდის არის ეს უხვი მენსტრუაცია იმის მანიშნებელი, რომ იქ შეიძლება იყოს მიომა?
თუ მხოლოდ მაგასთან არ არის კავშირში და სხვა შეიძლება დიდი დიაგნოზი. ჭარბი მენსტრუალური სისხლდენები არ არის აუცილებელი რომ იყოს მიომატოზური კვანძების არსებობის გამო. ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ადენომიოზის, ანუ საშვილოსნოს ენდომეტრიოზის გამო. ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ისეთი პათოლოგიების, როგორც არის პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიები, ანუ საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანის ჭარბი გასქელების გამო გამოწვეული. ასევე შესაძლოა იყოს უბრალოდ კოაგულაციური, ან სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევით, ან რაიმე დისფუნქციით, ჰორმონალური დისფუნქციით გამოწვეული. ასე რომ მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებულ ჰიპერმენორეს, ანუ ჭარბ მენსტრუაციას. კი ბატონო, რა არის ის ერთი სიმპტომი, რასაც ქალბატონები ყველაზე ხშირად უგულებელ ყოფენ და არ მიდიან ექიმთან? რაც შეიძლება იყოს ძალიან ფატალური პრობლემისგან გამოწვეული სიმპტომატიკა. ცოტა რთული არის ახლა ეს ერთი სიმპტომის გამოყოფა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალბატონებმა უნდა ნახონ და ხომ არა აქვთ ტკივილი, სქესობრივი ცხოვრების დროს ხო არა აქვთ მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი, ან მართლა ძალიან ჭარბი მენსტრუალური სისხლდენები მენსტრუალური ტკივილით და ასევე მუცლის ზომებში მატება და შეკრულობა, ისე როდესაც არ ერკვირდება, მაგრამ უცებაი აღმოჩნდეს ყაბზობა, უმადობა და ასე შემდეგ. მენოპაუზაში, ანუ როდესაც ქალბატონს არ აქვს მენსტრუაცია, ამ შემთხვევაში საგანგაშო და აი მართლა განგაში ზარი გინეკოლოგები როგორც ვამბობთ, არის სისხლიანი გამონადენი მენოპაუზაში, ან მოვარდისფრო, თითქოს აი ხორცის ნახაში ზოგი, აი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს უკავშირდება ხოლმე, აი საშვილოსნოს ყელის კიბოს, ან შეიძლება იყოს საშვილოსნოს ღრუში არსებული, როგორც ჰიპერპლაზიის პოლიპების, ასევე ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის, ანუ საშვილოსნოს ღრუს სიმსივნის სიმპტომიც. ამიტომ ქალბატონმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ამას ყველაფერს ყურადღება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიაროთ სკრინინგულ კვლევებს. აი ამ სკრინინგულ კვლევებს დაახლოებით რა ინტერვალებში ურჩევდით პაციენტებს, რომ დასულად იგრძნონ თავი და არც ზედმეტი იყოს, მაგრამ არც ნაკლები. სკრინინგული გამოკვლევი გააჩნია რას გულისხმობთ, ხომ? როდესაც ბავშვს, ანუ მენარხეს, ანუ პუბერტატულ პერიოდში, როდესაც პირველად ყალიბდება მეორადი სქესობრივი სასქესო ნიშნები და უკვე იწყება მენარხე, ანუ პირველი მენსტრუაცია, ესე ვთქვათ, აუცილებლად საჭირო არის, რომ მშობელი დააკვირდეს ბავშვის განვითარებას და კარგი იქნება თუ მიიყვანს მას ბანალურად ულტრაბგერით გამოკვლევაზე მცირე მენჯის ეხოსკოპიას და ნახავს როგორი განვითარების არის მისი სასქესო ორგანოები. შემდგომში რა თქმა უნდა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩვენ მოვუწოდებთ ქალბატონებს რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ვაქცინაცია, ანუ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც როგორც ვიცით არის ძირითადი მიზეზი საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოწვევის. როდესაც ქალბატონი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, აქ უკვე რაღაცა ინტერვალის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ნანახი როგორც საშვილო გინეკოლოგიური დათვალიერება, ჩვეულებრივ ეს იქნება ნაცხის აღება, სქესობრივად გადამდები ინფექციების მონიტორინგი, ასევე უნდა შევამოწმოთ ეგრეთ წოდებული ციტოლოგია, ანუ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა პაპ ტესტის, პაპა-ნიკოლაუს მეთოდით და რა თქმა უნდა რუტინულად ულტრაბგერითი გამოკვლევები წელიწადში ერთხელ მაინც. დიახ. ეხლა წეგან ჩვენ ვისაუბრეთ თქვენ თქვით ამ გამოკვლევებთან დაკავშირებით, როგორი არის მაჩვენებელი საქართველოში? სრული სტატისტიკის ინფორმაცია მე არ მაქვს მართალი, ეს უფრო ალბათ სკრინინგის პრეროგატივა, რომელმაც უნდა დაითვალოს მიმართვიანობა და ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვენი დაკვირვებით იცით მოიმატა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აი თავიდან არ იყო ეს სკრინინგი ესე ძალიან მიღებული ესე ვთქვა და ექიმთან არ დადიოდნენ ხშირად. ეხლა უფრო მაინც არის რომ აი რამდენი ქალბატონიც ჩემთან მოვა სხვადასხვა მიზეზით ქირურგიული პრობლემით, ვისაც ვეკითხები იყავით სკრინინგში, გაიკეთეთ პაპ ტესტი დაუშვათ ან პაპილომავირუსის გამოკვლევა. ბევრს აქვს უკვე ეს მე არ დამითვლი არაფერი, მაგრამ ისე უკვე ამას რეგულარული და სისტემური ხასიათი აქვს, ძალიან კარგია. თუმცა აი რეგიონებში მაინც გვიჭირს, იმიტომ რომ რაღაც არიციან ინფორმაცია ნაკლებად მიდის და ასე შემდეგ. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია გავავრცელოთ ადრე გადაცემაში ძალიან ბევრს საუბრობდით ამ თემაზე და რა ვიცი იმედი მაქვს რომ მაინც ქალბატონები ყურად იღებენ ამ ჯერჩევას. გარდა ამისა ძალიან ბევრი უკვე აღარ ერიდება ვაქცინაციას, არც მშობელი და ბავშვებიც, რომლებიც მოდიან ბევრი კითხულობს ავიცრათ, რა თქმა უნდა აიცრა.
კი ბატონო, ანუ ეს ტაბოდადებული თემა რაც იყო წლების მანძილზე, რომ ხალხი არა მხოლოდ არ მიდიოდა ექიმთან, არამედ არც საუბრობდა ამ თემებზე. მე როგორც ვიცი, ბევრ გადაცემაშიც მინახავს, ექიმები წუწუნებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც მენსტრუალური ციკლის შესახებ ბავშვებს ინფორმაციას არ აწვდიდნენ. ანუ ეს იყო მათთვის ტრამული ეპიზოდი და არა ის ინფორმირებული რაღაც ინფორმაცია, რომელიც ამის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, იყვნენ მზად ამისთვის. ეხლა მეც მგონია, რომ იქიდან გამომდინარე სოციალურ ქსელებშიც რაღაც აქტიურად მიდის საუბარი, უფრო ეს არის. სოციალური ქსელებიც უკვე სკოლებშიც ამაზე ლაპარაკობენ, უფრო ღიად ხდება ინფორმირება ბავშვების თუ რა არის, როგორ ვითარდება, რა არის თუნდაც ის მენსტრუაცია, რომელიც რატომღაც ადრე მშობლებს ერიდებოდათ ამ თემაზე ლაპარაკი ბავშვებთან და ძალიან ხშირად ისეთ სავალალო შედეგებამდეც მივდიოდით, მაგალითად მე მყოლია პაციენტი, რომელიც გათხოვდა დიდი ქორწილი და ის ქონდა არავინ არ დაინტერესებულა იმითი თუ რატომ არ ქონდა ამ გოგონას მენსტრუაცია 22 წლის ასაკამდე, გათხოვდება და ექნება არ ხდება ესე. მე აღმოჩნდა რომ აქ იყო გენეტიკური დარღვევა და გოგონას არ ქონდა არც საშვილოს, არსებობს ეს სინდრომი გენეტიკური და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მე ისე დამთავრდა ოჯახის დანგრევით და ასე. ამიტომ რომ ცოდნოდა ალბათ ეს ინფორმაცია და მშობელს ადრე დაედგინა ეს ყველაფერი, იმ შემთხვევაში იქ შეიძლება რომ რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩატარდეს, უკვე ამ პირად ცხოვრებასაც სხვანაირად მოაწყობს ქალბატონი და ძალიან საოცრად შოკირებული ვარ ახლა ამ ინფორმაციით, ხო? ესეთი შემთხვევები მრავლად არის სამწუხაროდ. ხო, არა, ძალიან უცნაური არის ნამდვილად და სხვა შორის ამბობენ, რომ გინეკოლოგიაო არის. გინეკოლოგები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ექიმები, რომლებთან მისვლაც არ უნდოდათ ქალბატონებს. რატომ არ უნდოდათ? ეს ძალიან საინტერესოა. ალბათ საზოგადოების და სოციუმის ჩარჩოების სირცხვილის მომენტი. ცუდი არის ასევე ის, რომ ქალბატონებს რატომღაც გონიათ, რომ აი ვიმშობიარე და მე არაფერი არ მაწუხებდა და აღარ მისულა რა ექიმთან 30 წელი და ნუ მოდის უკვე ძალიან შორს წასული სამწუხაროდ სიმსივნეებით და ეს ძალიან რა თქმა უნდა სავალალო შედეგით მთავრდება მაშინ როდესაც დასაწყის სტადიაზე ყველაფრის მკურნალობა შესაძლებელია თუნდაც მხოლოდ ქირურგიით და აღარ არის საჭირო შემდგომში ეს ქიმიოსხიური თერაპია რასაც შორს წასულ შემთხვევებში ვატარებთ. ასევე ძალიან გავრცელებული მითი იყო რომ აი ძალიან ძლიერი ტკივილები როცა აქვს ახალგაზრდა გოგონას მენსტრუაციის დროს კი აი გონების კარგვამდე მიდის ხოლმე და სასწრაფოს იძახებენ გამაყუჩებლებს რა და უфараუშავს აი გათხოვდება და მოეხსნება არ არის ესე ამიტომ როდესაც არის ესეთი ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს პატარა გოგონებში და ახალგაზრდა გოგონებში გათხოვება ამის წამალი არ არის ამის წამალია ექიმი დიაგნოსტიკა ეკოსკოპია მაინც და ასე შემდეგ ანუ ვიზიტი ექიმთან დიახ ნამდვილად ეს სხვათა შორის მართლა გავრცელებული მითია, ოღონდ გათხოვებასთან დაკავშირებით არა. ზოგადად მიღებული აქვთ ნორმად, როდესაც ადამიანს მენსტრუაციის დროს მუცლის ძლიერი ტკივილი აქვს. არ უნდა ტკიოდეს ადამიანს, არაფერი ტკივილი არის ყველაზე დიდი სასჯელი, ესე ვთქვათ, ადამიანისთვის, ასე რომ თუ ავეძებთ ჩვენ კომფორტს, ზოგადად და ადამიანი უნდა იყოს ჰარმონიაში თავის ორგანიზმთან, თავის ჯანმრთელობასთან, მაშინ არაფერი არ უნდა გტკიოდეს. ატანის ვალდებულება არ უნდა გქონდეს. ნამდვილად. ისევე როგორც მშობიარობა ადრე იყო, რომ აი აუცილებლად თუ დაგეტკინოს. რატო როდესაც არსებობს გადასარევი გაუთქმევარების მეთოდი? დიახ, ნამდვილად. და ბევრად კომფორტული გახდა ეს და არასასჯელი. კი ბატონო, ნამდვილად. წეგან მიომასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ანალოგიურად მაინტერესებს პოლიპზე. რამდენად არის იმის შანსი, რომ ადამიანს ჰქონდეს ძალიან ბევრი წელი პოლიპი და საერთოდ ვერ გაიგოს მის შესახებ? კი, ძალიან დიდი შანსი არის ამისი, რა თქმა უნდა. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიპები ადრევე ავლენს თავის თავს განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც დიდი ზომის პოლიპები იზრდება და ეს სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ამჩნევენ, რომ აქვთ ვარდისფერია სისხლიანი გამონადენი, ან მენსტრუაცია აქ ჰქონდათ ნორმალური რაოდენობით და ეხლა ჭარბი ეჩვენებათ, ან რაღაცა კოლტებს ამჩნევენ ხოლმე. ესეთ შემთხვევაში მენსტრუაციებს შორის თუნდაც ისე ჩნდება სისხლიანი გამონადენი, ამიტომ მოდიან ხოლმე ულტრაბგერით დიაგნოსტიკაზე და გინეკოლოგიურ გასინჯვალზე. საშვილოსნოს ყელის პოლიპებმა დიდი ზომის არის ზოგჯერ პოლიპები იცის ზუსტად ეს სქესობრივი ცხოვრების შემდგომ ამ დაბანის დროს ამჩნევენ ხოლმე რომ არის სისხლიანი გამონადენი და საშვილოსნოს ღრუს პოლიპები ძირითადად მაინც ვლინდება ჭარბი მენსტრუაციით, მენსტრუაციათა შორის სისხლდენი და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება პოლიპი იყოს უშვილობის მიზეზი ზოგჯერ მოდიან გოგონები და ამბობენ რომ იცით აი არ ვორსულდები უკვე ნახევარწელი ექიმთან არ ყოფილ ვარ, ну რა თქმა უნდა ვატარებთ ულტრაბგერით გამოკვლევას ერთ-ერთ კვლევად და აქვ ადგენთ რომ საშვილოსნოს ღრუში არის პოლიპი, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლოა იყოს მიზეზი
უნაყოფობის ხელისშემშლელი ფაქტორი. რამდენად ხშირი არის პოლიპის უკან მეტად სერიოზული დიაგნოზი? იშვიათ შემთხვევებში არის ხო, თუმცა სტატისტიკა ისევ ცოტა ჩემი წერტილია, მაგრამ რაღაც პროცენტში განსაკუთრებით მენოპაუზალურ ქალბატონებში, როდესაც არის პოსტმენოპაუზაში, როდესაც აღარ აქვთ მენსტრუაცია, ასაკოვან ქალბატონებში არსებული ჯირკვლოვანი პოლიპები ხშირად არის ზუსტად ატიპიურად გადაგვარებული, თუმცა არც რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები არ არიან ამისგან დაზღვეული, როგორც ყველა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და ჯირკვლოვანი წარმონაქმნი, შესაძლოა ისინი გადაგვარდნენ და განიცადონ ატიპიური განვითარება და რაც შემდგომში დროთა განმავლობაში შეიძლება გადავიდეს სიმსივნეში, ანუ ენდომეტრიუმის ადენოკარცინომაში. ამიტომ ყველა პოლიპი მაინც ასე თუ ისე ჯობია რომ იყოს ქირურგიულად მოშორებული, მათი გამოკვლეული მორფოლოგიურად და დადასტურებული რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილთვისებიანი უჯრედების შემცველი. წეგან პოლიპთან დაკავშირებით ახსენეთ უშვილობა. მაინტერესებს მიომასთან დაკავშირებით რამდენად არის ეს პრობლემა და რამდენად არის რეალურად აქტიურად ეს თემა, რომ მიომა შეიძლება თუ არა იწვევდეს უშვილობას. მიომაც შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი, იმ შემთხვევაში, როგორც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მიომის კვანძები სხვადასხვა ლოკალიზაციის არის. სუბსეროზული კვანძები ნაკლებად არიან ხოლმე უშვილობის მიზეზი, თუმცა ძალიან დიდი ზომის კვანძები შემდგომში ორსულობის დროს იწვევენ სხვა პრობლემებს, მაგალითად ნაადრევ მშობიარობას, ორსულობის შეწყვეტას და ასე შემდეგ. ინტერსტიციული, ანუ საშვილოსნოს კედელში არსებული კვანძების თუ ისინი რაღაც დიდი ზომის არ არის, არ იწვევენ ხოლმე ძირითადად უშვილობის მიზეზი არიან, მაგრამ საშვილოსნოს ღრუში არსებული ეგრეთ წოდებული სუბმუკოზური კვანძები, ანუ ლორწოს ქვეშა კვანძები ხშირად არის აუცილებლად გამოიწვევენ უშვილობას, იმიტომ რომ საშვილოსნოს აი მარტივ ენაზე რო გითხრათ, გონია რომ უცხო სხეულია მის ღრუში და ცდილობს რომ ის გამოაწევოს და ეს იწვევს მუდმივად აი ამ იმაში ყოფნას, როგორ სტრესულ მდგომარეობაში ორგანოზი, რომელიც რა თქმა უნდა ესეთ მდგომარეობაში ვერ დაორსულდება. წეგან პოლიპთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ ჯობს ყველა პოლიპი მაინც ასე თუ ისე მოშორებული, ლიკვიდირებული იყოს. მიომასთან დაკავშირებით ყველა საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. პოლიპისგან განსხვავებით, მიომატოზური კვანძები ყოველთვის არ არის საოპერაციო. ყველა მიომა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თუ მიომა არის სიმპტომური, ანუ ქალბატონს აწუხებს და აქვს ჩივილი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ უკვე ოპერაციული მკურნალობის საჭიროებას. სუბმუკოზური, როგორც ვთქვით, აი ღრუში არსებული კვანძები ძირითადად სიმპტომურია და იწვევენ სისხლდენებს, როგორც ვთქვით, ტკივილს და ასე შემდეგ. ესეთი კვანძები ძირითადად საოპერაციო და ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ თუ საშვილოსნო არა, კვანძი მაინც უნდა იქნეს ამოღებული. თუ ქალბატონს აქვს უნდა რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ მარტივად ჰისტეროსკოპიას და ვჭრით ამ კვანძს ვიზუალური კონტროლის ქვეშ საშვილოსნოს ღრუდან მარტივად გადასატანი ოპერაცია ქალბატონისთვის ინტრავენური სედაციის ქვეშ და ფაქტიურად საღამოს ქალბატონი მიბრძანდება სახლში, რაიმე პოსტოპერაციული ტკივილი ან არ ახასიათებს. არის ასევე დიდი ზომის კვანძები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას კიდევ ერთხელ ვუმრებ, მაშინ, როდესაც ისინი სიმპტომურია და როდესაც რეპროდუქციული ასაკის არის ქალბატონი და ეს კვანძები, რა თქმა უნდა, ესტროგენის ზეგავლენით კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ ჯდან ქალბატონი გეგმავს ორსულობას და დავუშვათ ხედავთ, რომ იქ 15 სანტიმეტრიანი კვანძია, რომელმაც პოტენციურად შეიძლება ორსულობის დროს გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა და ასეთ შემთხვევაში ურჩევთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ადეკვატურ ოპერაციას, არის თუ არა ქალბატონის სურვილი შეინარჩუნოს საშვილოსნოდ, ამ შემთხვევაში აზრი აქვს თუ არა ამ საშვილოსნოს შენარჩუნებას და ამოვიღოთ მხოლოდ კვანძი ლაპაროსკოპიული გზით, ან ამოვიღოთ მთლიანად ორგანო, თუ ამის აუცილებლობა დგას და ქალბატონს აქვს სურვილი. თუმცა მიომის ოპერაცია ყოველთვის უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩივილთან შერწყმული და კიდევ სხვა პათოლოგიასთან, მაგალითად არის მიომა, ჭარბის მენსტრუაციების სისხლდენები და ამავე დროს არის ადენომიოზი, ეს კიდევ მე როგორც გითხარით, მეორე პათოლოგია, როდესაც საშვილოსნოს კუნთი არის დაზიანებული, შიგნით არის ესეთი უჯრედები, როგორც ლორწოვაში უნდა იყოს და ისინი იქ მენსტრუირებენ და ესეთ შემთხვევაში ადენომიოზის და მიომის შერწყმა ხშირად გვაძლევს სისხლდენების სახით გართულებას. რაც შეეხება საშვილოსნოს, ზოგჯერ არის ხოლმე, როდესაც ქალბატონს აქვს როგორც მიომა, ასევე აქვს საშვილოსნოს ყელზე პრობლემა, მაგალითად მაღალი ხარისხის დისპლაზია ან ასევე პოლიპოზი და ესეთ შემთხვევაში აი საშვილოსნოს ყელზე რაღაც წარმონაქმნები, ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ უკვე
განვიხილავთ ქირურგიას ისევ და ისევ ქალბატონის სურვილების და მისი ასაკის გათვალისწინებით. დიახ, კი ბატონო, დღეს თქვენ ახსენეთ, რომ ეხლა მოვდივარ პირდაპირ ოპერაციებიდან და დღის მანძილზე აი ყველაზე ხშირად რა ოპერაციას აკეთებთ ხოლმე? ანუ რა არის ყველაზე ხშირი პრობლემა ქალბატონებში, რასაც ოპერაციული ჩარევა სჭირდება და როდის წყვეტს, რომ აი ეხლა ნამდვილად უნდა ამოვკვეთოთ საშვილოსნო? რაც სავარაუდოდ ქალბატონებისთვის საკმაოდ რთული დიაგნოზია, ხო? და გადაწყვეტაც. სამწუხაროდ კი, საშვილოსნოს ამოღება რატომღაც მაინც დაკავშირებულია რაღაც ისეთი მითოლოგიური ორგანო, ესე ვთქვათ, თუ რაღაც არ ვიცი, რომელიც არის ქალურობას განსაზღვრავს ქალბატონებში, ესეთი წარმოდგენა აქვს. რეალურად საშვილოსნო არც ჰორმონალურ, არც სქესობრივ ცხოვრებაში ქალბატონის არ იღებს მონაწილეობას. საშვილოსნოს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ის კუნთოვანი ორგანო და აქვს ერთადერთი ფუნქცია, რომ რეპროდუქცია. ხო, ანუ ატაროს შვილი. უდიდესი ფუნქცია გაკისრია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც უკვე ქალბატონი აღარ არის რეპროდუქციულ ასაკში, ანუ აღარ აპირებს შვილის გაჩენას და აქვს ისეთი პათოლოგიები, როგორც ახსენეთ, რომელიც შემაწუხებელია მისთვის, ანუ აი ამ ორგანოს პათოლოგია მას აწუხებს, უქვეითებს ცხოვრების ხარისხს, უქმნის სერიოზულ პრობლემებს, ქრონიკული ანემიის სახით, ტკივილის სახით, ან არის გადაგვარებისკენ მიდრეკილი, ან ატიპიური განვითარებით, ან მორეციდივე ჰიპერპლაზიები, პოლიპები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დროთა განმავლობაში სიმსივნედ გადაგვარეს. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვწყვეტთ ოპერაციულ მკურნალობას და ქალბატონს ვუხსნით, რომ ეს მის ცხოვრებაში რეალურად დიდ ცვლილებას არ შეიტანს და აქედან გამომდინარე თუ ის ბავშვის გაჩენას არ აპირებს, რა თქმა უნდა და იცით რა, ამ განსაკუთრებით ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ უფრო მარტივად გადააქვთ ქალბატონებს ეს ოპერაცია და აქედან გამომდინარე ტრავმატიზმის ნაკლებია, მალევე უბრუნდებიან ცხოვრებით ჯანსაღ ცხოვრებას, ქმედითები არიან მალევე, სამსახურში მალე ბრუნდებიან და თუნდაც ეს პოსტოპერაციული ნაწიბურებიც კი არ ხდება თვალში და ზოგს საერთოდ თუნდაც ვაგინალური ქირურგია შესანიშნავი მეთოდია, როდესაც ჩვეულებრივად საშვილოსნოს ვიღებთ ვაგინალური მიდგომით და ქალბატონს არც არანაირი ჭრილობა არ აქვს, არანაირი შეგრძნება არ აქვს და მოისვენა იმ პრობლემებიდან, რაც ჰქონდა და ძალიან მადლობლები არიან ხოლმე და ნეტად ადრე გამეკეთებინა და ნეტად ადრე მომეფიქრებინა, რომ ცოდნოდა, რომ ესეთი კარგი იყო ეს. ასე რომ თუ რაღაცა აქვეითებს, რაღაც პათოლოგია აქვეითებს ქალბატონის ცხოვრების ხარისხს და სერიოზულ პრობლემას უქმნის მის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ოპერაციას. რეკომენდაცია პირველ რიგში არის, რომ უბრალოდ პირველ რიგში მივიდნენ ექიმთან. პირველ რიგში არის ექიმთან ვიზიტი. და მერე ექიმი უკვე ურჩევს მას თუ რა გზას დაადგეს, ანუ მიმართოს რომელ გამოკვლევას, რა უფრო ინფორმატიული იქნება მის შემთხვევაში იმ პათოლოგიის, რასაც ვარაუდობთ კლინიკური გამოკვლევით და ჩვენი გასინჯვით, გინეკოლოგიური გასინჯვა ჯერჯერობით არავის არ უგულებელყოფია, რომ ეს ყოველთვის აქტუალურია და მერე უკვე მოდის ინსტრუმენტული მეთოდები დამხმარე. ანუ არ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჩავიტაროთ რაღაცა გამოკვლევები, მერე წავიდეთ ექიმთან. არა, მივიდეთ ექიმთან და მან გვირჩიოს რა კვლევები გვჭირდება. კი ბატონო, ეს თვითმკურნალობა ამ რადიოლოგიურმა კვლევებმა რატომღაც ძალიან როგორ ვთქვა, გამრავლა. ანუ ადამიანები თვითონ წყვეტენ რა კვლევა სჭირდებათ, ჯერ იქ მიდიან და შემდეგ მიდიან უკვე ექიმთან თავისი პასუხით და ეს გონიათ სწორი გზა. და რა თქმა უნდა, ეს ხელოვნურმა ინტელექტმა საერთოდ ახლა ამ ბოლო დროს ესე ვთქვათ საბოლოო ლურსმანი ჩაარჩა ამ ყველაფერში და უკვე მზად დიაგნოზებით მოდიან და რაღაც სხვა ინფორმაციას თუ ვაძლევთ, ძალიან გაკურებულები არიან და მე არის ჯერა, მე მიდის სხვასთან, მე კიდე ეს ბოლოს მაინც ბრუნდება და გვეუბნება, რომ თლათ ჩვენზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი არ ყოფილა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კლინიკური გამოცდილება კიდე არის კლინიკური გამოცდილება. ექიმი მაინც ექიმი. და სწორი ანამნეზის შეკრება და მე ამ ანამნეზიდან გამომდინარე თქვენი დიაგნოზი ამხელა გამოცდილების მქონე ექიმის და არა ხელოვნური ინტელექტის სიტყვაზე ვთქვათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, იქ არის ნიუანსები, რომელიც გასათვალისწინებელია, რომელსაც რა თქმა უნდა ეს ვერ
გაითვალისწინებს და ვერ გამოიტანს. თუნდაც ინფორმაციის მიწოდებაც არასწორად ხდება ხელოვნური ინტელექტისადმი სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ იციან რა კითხონ. ესეც ხო ეს არის პასუხს კი ელოდები, მაგრამ უნდა იცოდე ჯერ რა კითხო და მე იქედან უნდა ელოდო სწორ პასუხს. თქვენთვის ხელოვნური ინტელექტი ხდამება და ეს კითხვა დამხმარე იარაღი აღმოჩნდა რეალურად დღევანდელ რეალობაში თუ უფრო ხელისშემშლელი მკურნალობაში? იცით რა, მედიცინა, სამედიცინო კუთხით ჩემთვის რო გითხრათ, რომ ხა ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუმცა ძალიან გვეხმარება პაციენტების განათლებაში, იმიტომ რომ ძალიან კარგია, როდესაც პაციენტი ინფორმირებულია, მასთან ურთიერთობა ყოველთვის გაცილებით მარტივია და გადაწყვეტილების მიღებაშიც ძალიან გვეხმარება იმ ხრივ, რომ როდესაც პაციენტს აქვს ინფორმაცია და იცის რა მკურნალობის მეთოდები და შენს თავაზობს ადეკვატურს, უკვე სანდოობა იზრდება ექიმის, ასე ვთქვათ, მაინც ფაქტობრივად ორჯერ გადამოწმებული აქვს ეს ინფორმაცია. აი ამ ხრივ ძალიან კარგია და საერთოდ განათლებულ და ისეთ ადამიანთა, პროგრესულ ადამიანთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მარტივია. ნამდვილად. მთავარი შიში ქალბატონებში და არა მხოლოდ ქალბატონებში, ზოგადად საზოგადოებაში მაინც უკავშირდება სიმსივნეს. ეს არის მათთვის რაღაც ძახილის ნიშანივით. პირველ რიგში თქვენ როგორც ექიმი, რომელიც თითქმის პირველად დაწვით ხო ამ ინფორმაციას პაციენტებს, როგორი სირთულე არის ეს თქვენთვის, როგორ ხდება ამის მიწოდება ამ ინფორმაციის და ვისაც ამის შიში აქვს და ამის გამო არ მიდის გინეკოლოგთან, რას ვეტყოდით? პირველ რიგში მინდა ვუთხრა ქალბატონებს, რომ აუცილებლად იარონ ექიმთან, იმიტომ რომ თუნდაც იყოს სიმსივნური პროცესი დაწყებული, ადრეულ სტადიაზე სრულიად განკურნებადია ძირითადად ეს პრობლემა. ზოგჯერ მხოლოდ მარტივი ოპერაცია საჭირო, ან თუნდაც რაიმე მკურნალობა მედიკამენტოზური ან სხიური, ეს ცოტა შეშტოსულ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ეს სიცოცხლის ახანგრძლივებს და მეტკომფორტს ქმნის და შეიძლება სრულ განკურნებამდეც მივიდეთ. ამიტომ კიდევ და კიდევ ადრეული დიაგნოსტიკა არის ჯანმრთელობის საწინდარი და დაავადებაზე გამარჯვების. რაც შეეხება საყურადღებო სიმპტომებს, ეს უნდა იცოდეს თვითონ ექიმაც, აი მაგალითად მიომებზე ბევრი ვილაპარაკეთ, ხო, მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, თუმცა არსებობს ისეთი პათოლოგია, ავთვისებიანი, როგორც მაგალითად საშვილოსნოს სარკომა, რომელიც თუნდაც ულტრაბგერითი ვიზუალიზაციით თავიდან თითქოს გავს მიომატოზურ კვანძს და სულ არ არის იმის მანიშნებელი, რომ იქ დაუშვათ ავთვისებიანი პროცესი მიმდინარეობს. იქ არის ნიუანსები, რა თქმა უნდა, რადიოლოგიური, რომელსაც მერე უკვე გამოცდილი რადიოლოგი რაღაც საეჭვი კითხვის ნიშნების ქვეშ სვამს, მაგრამ თავიდან ერთი შეხედვით შეიძლება არ განსხვავდეს, თუმცა ეს მიომასაც, ამიტომ როდესაც ვაკვირდებით ჩვენ, აქვს თავისი სიმპტომები, როგორ იზრდება, რა ტემპით იზრდება, რა სტრუქტურის არის, როგორი არის პალპაციით, ვიზუალიზაციით და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექიმთან და ვიზიტი რაღაცა განსაზღვრული ინტერვალებით აუცილებელია. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან წარმონაქმნებს, ესენი საშვილოსნოს ყელის კიბო ეს ფაქტიურად ერთადერთი კიბოა, რომლის სრული პრევენცია შეგვიძლია, იქედან გამომდინარე, რომ ვნახულობთ მას, რომ სანამ კიბოში გადაიზრდება, ანუ დისპლაზია, ან თავიდანვე ვიცით. გვაძლევს სიგნალს, რომ აი აქ არის პატარა დაზიანება, რომელიც შემდგომში გადადის უფრო მაღალ დაზიანებაში, რომელიც შემდგომში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება ეს პროცესი მიმდინარეობს უფრო მაღალ დაზიანებაში, რომელიც შემდგომ პატარა სიმსივნეს, ანუ დასაწყის სიმსივნეს უტოლდება და ისიც მხოლოდ ოპერაციულად გვარდება, აი შემდგომში უკვე ეს შორსწასული სტადიები სამწუხაროდ არის უბრალოდ იმის ბრალი, რომ არ მივიდა პაციენტი ექიმთან დროულად. ასევე მენოპაუზაში სისხლიანი გამანადენი, როგორც გითხარით, ესეც განგაშის ზარია, ასე რომ მე მაინც მინდა რომ ყველა ქალბატონმა იაროს ექიმთან წელიწადში ერთხელ მაინც. თან ორგანიზმი მაინც გვინდა არ გვინდა გვაძლევს ამ სიგნალებს და გვიბიძგებს რომ წავიდეთ ექიმთან, ნახოთ რა პრობლემაა. შესაძლოა ნამდვილად არაფერიც არ იყოს და ბედნიერად გამოვიდეთ იქიდან, მაგრამ შესაძლოა ისეთი პრობლემა იყოს, რომელსაც მალე თუ დავეხმარებით, ნამდვილად სიცოცხლეს გადავარჩენთ, ხო ამით. დღესდღეობით თქვენ როგორც ონკოქირურგს კმაყოფილი ხართ ამ მიღწევებით, სამედიცინო მიღწევებით, რაც გვაქვს ონკოქირურგიაში და არა მხოლოდ ონკოქირურგიაში, ზოგადად სიმსივნის მკურნალობაში.
საბედნიეროდ ძალიან განვითარდა სიმსივნის მკურნალობის ტენდენციები, როგორც განსაკუთრებით მედიკამენტოზური, შემდგომში გარდა ქიმიოთერაპიის, ხა იმუნოთერაპია მაიღო ძალიან დიდი, დაიჭირა ძალიან დიდი ნიშა და ძალიან კარგი შედეგები აქვს. სხიური თერაპიაც აგრეთვე ასევე ძალიან განვითარდა. რაც შეეხება ქირურგიას, ქირურგიამ გაუმარტივა პაციენტებს, ანუ ლაპაროსკოპიულმა და რობოტულმა ქირურგია გაუმარტივა პაციენტებს ოპერაციის გადატანა, ესე ვთქვათ და თუ არის შესაძლებლობა რომ ჩვენ თუნდაც ონკოლოგიური ოპერაცია გავაკეთოთ ლაპაროსკოპიით, ეს ძალიან დიდი როგორ გითხრათ, ნუგეშია პაციენტისთვის, იმიტომ რომ უხარია რომ აი ესეთი სიმსივნე მაქვს, ესე იგი რომელიც აი შეიძლება მარტივად გადავიტანო და საინტერესო და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა მეორე დღეს რო უკვე კარგად არის, არ აქვს ეს დიდი განაკვეთი დადის და ბედნიერია, აქედან გამომდინარე თვითონაც უფრო მოტივირებულია რომ ყველაფერი დროზე გააკეთა, ყველაფერი კარგად გააკეთა და შესაბამისად განწყობა ძალიან როგორ გითხრათ, განმაპირობებელია იმისი, რომ დავამარცხოთ დაავადება. რომ ყველაფერი მოდის რეალურად ჩვენი ნერვული სისტემიდან, ესე ვთქვათ, იმიდან ქერქიდან. ქაბატონ ნინო შარიშენიძე ყავდა ახლა წინა პოდკასტში და ის ამბობდა, რომ მართლაცო, აი ადამიანების განწყობაო ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დაავადებების განკურნებაში, იმიტომ რომ მათი ეს მიდგომა, ანუ მედიცინაში ზოგადად სასწაულები ხო ძალიან ხშირად ხდება და ამ მიმართულებაში მით უმეტეს ყველაზე, მე მგონი ყველაზე ხშირად ხდება სასწაულები, ასე რომ დღესდღეობით მით უმეტეს 5 წლის წინ შეიძლება ისეთი დაავადება არ ყოფილიყო განკურნებადი, რაც დღეს საკმაოდ წინ არის წასული. ამიტომ ნამდვილად ყველა ქალბატონმა უნდა მაგალითად ახალი კვლევები არის, როდესაც პანკრეასის სიმსივნე ძალიან საშიში ამცირა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მე იმედი მაქვს რომ მალე ალბათ კაცობრიობა ამასაც დაამარცხებს. ამ ვერაგ დაავადებას ის ესე გვეშინია. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა დღეს, იმიტომ რომ დიდი მადლობა. ძალიან კარგად ხსნით მართლა, მეც აი გისმენდით ისე რომ ყოველ თითოეულ დეტალში შემოყევით, ასე რომ უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, მობრძანდით ქალბატონებო გინეკოლოგთან, ნუ გერიდებათ და ნუ გეშინიათ. და ნუ გადავდებთ. კი ბატონო. მადლობა რომ უყურეთ ჩვენს პოდკასტს. მაქსიმალურად ვეცდებით რომ მომდევნო სესიებში კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ, დასვით კითხვები.